პანკისის ხეობის მოსახლეობა იმ უხუცესებთან ერთად, რომლებიც ხეობაში ავტორიტეტით სარგებლობენ, პატიების სათხოვნელად დაზარალებულის ოჯახში ტრადიციული გალობით მიდის. ოჯახში მისვლისას ცოტა ხნით შეჩერდებიან. პირველ რიგში ხალხს რამდენიმე წარმომადგენელი გამოეყოფა. ისინი ნებართვას იღებენ, რომ დამნაშავის ოჯახი მათთან პატიების სათხოვნელად მივიდეს. ნებართვის აღების შემდეგ ორგვარს შორის შერიგების პროცესი ლოცვით იწყება. Assalamu alaikum. Salam olsun değerli arkadaşlar. Amin. Amin. Elhamdülillah rabbil alamin. Amin. Fatiha. ჩვენ აქ მოვედით, მაგრამ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ვიფიქრეთ, თქვენთვის ეს ადვილი იქნებოდა. როგორც ვიცით, ასეთი შემთხვევა პირველი არაა ჩვენს ხეობაში სამწუხაროდ. დღეს ყველა მოვედით აქ, რომ ვთხოვოთ ღვთისა და შუამავლის სახელით, აპატიოთ სისხლი ამ ხალხს. სისხლის აღება ადვილია, ამას ნებისმიერი შეძლებს, სადმე დღეში რომ ჩავსავდეთ, ეს გადაწყვეტილი საქმეა, მაგრამ პატიება რთულია. ის მოკლული ძმა, ამაზე ფიქრი, ეს ყოველთვის გწვავს გულს და ეს ძნელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ვაჟკაცები ხართ და ამას გაუძლებთ. ამიტომ მოვედით აქ, ღვთის გულისთვის, აქ მოსული ხალხის გულისთვის, აპატიოთ ამ ხალხს. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარე პატიებას არ თანხმდება, უხუცესები დაჩოქებითაც თხოვენ, რაც იქამდე გრძელდება, სანამ დაზარალებული მხარე სისხლის პატიების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ჩვენ მუხლებზე დაჩოქილიც გთხოვთ ამას. ეხლა შენი სიტყვის ჯერია, რას გვეტყვი? უფლის სახელით მიპატიებიან, ჩვენ ყველა ვპატიებთ ამას. სისხლის პატიების ცერემონიას ოჯახის ყველა წევრი და ნათესავი ესწრება. დადებითი პასუხის შემთხვევაში ორი გვარის წარმომადგენლები შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და მიულოცავენ. ამ ადამიანებიდან ნებისმიერი შეიძლებოდა მსხვერპლი გამხდარიყო, თუმცა 12 წლიანი მტრობის შემდეგ დაზარალებულმა გვარმა დამნაშავეს სისხლი აპატია. ერთ რამეს ძალიან უნდა გაუხდეთ, ვინც არ უნდა იყოს ეს. თუ აპატია, ეს უნდა იყოს პატიება და არასოდეს არ უნდა შეახსენო. ეს არის დაკვედრება, რომელსაც მხოლოდ დაბალი შეგნების ადამიანი, არაკაცი იზამს, სხვა ამას არ იკადრებს. როგორც წეღან ხასონ თქვა, სისხლის პატიება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ვაჟკაცების მხრიდან ეს ძალიან დაფასებულია. ასევე ძალიან დიდი მადლია ღვთისა და შუამავლის წინაშე და შარიათიც ამას ძალიან აფასებს. აღნიშნულ რიტუალში მონაწილეობა და სიტყვის თქმის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. ქალები სისხლის პატიებას ერთმანეთს მას შემდეგ მიულოცავენ, რაც მამაკაცები რიტუალს დაასრულებენ და ტერიტორიას დატოვებენ. შვილის სიკვდილის მოლოდინში გატარებული 12 წელი პატიების სიხარული შეცვალა.
დამნაშავე გვარს ეს პასუხისგებლობა რამდენიმე თაობა გაჰყვება. ისინი ყოველთვის ფრთხილად, პატივისცემით და მორიდებულად უნდა მოიქცნენ იმ გვარის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მათ სისხლი აპატიეს. დაზარალებულ გვარს შეუძლია დამნაშავე გვარის სოფლიდან ან ხეობიდან გადასახლება მოითხოვოს. თუმცა თუ ორივე გვარი ხეობაში დარჩა, სისხლის პატიების ცერემონიალის შემდეგ ორივე გვარი ვალდებულია მშვიდობიანი თანაცხოვრება განაგრძოს.